საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქართული კულტურის დღეები ბაქოში დასრულდა. ორდღიანი ღონისძიება ჰეიდარ ალიევის ცენტრში საზეიმო კონცერტით დაიხურა, რომელშიც ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. შეკრებილებს სიტყვით აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა და საქართველოს კულტურის მინისტრმა მიმართეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე თინათინ რუხაძე აზერბაიჯანელ კოლეგას პირისპირ შეხვდა. ორდღიანი ღონისძიების შესახებ ბაქოდან მარიკა შალიკაშვილი საუბრობს. საქართველოს კულტურის დღეები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა ბაქოში სულ რამდენიმე წუთის წინ, სადღესასწაულო საღამოთი დასრულდა. ეს იყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა მაესტრო ნიკოლოს ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. სწორედ ნიკა ნიკვაშვილი არის მუსიკალური ხელმძღვანელი იმ პროექტის, რომელმაც უკვე სტარტი აიღო სწორედ ბაქოდან და რომელსაც კულტურის სამინისტრო განახორციელებს მსოფლიოს 22 ქვეყანაში. ეს არის ქართული კულტურის დღეები, სადაც სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ კიდევ ერთხელ ნახონ ქართული კულტურის შედევრები. აქ იქნება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გამოფენები, კონცერტები და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი კონცერტი ჩატარდა დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრში. კონცერტში მონაწილეობდნენ ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი შვიდკაცა, ოთო ბაზერაშვილი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოსები. რაც შეეხება საღამოს, საღამო გაიხსნა ორი ქვეყნის ჰიმნებით. ამის შემდეგ უკვე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრი. დარბაზში იმყოფებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები, მათ შორის აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. კონცერტის პროგრამა პრაქტიკულად მთლიანად არის ქართულ მუსიკაზე აწყობილი. ეს არის ჩვენი ის მუსიკა, რომელიც ძალიან ძვირფასი და ძალიან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ყოველი ქართველისათვის და ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა საინტერესო აქაური პუბლიკისთვის. თუმცა რამოდენიმე აზერბაიჯანული სიმღერა შევიტანეთ რეპერტუარში, რამაც ხალხის რაღაც ერთგვარი აღფრთოვანება გამოიწვია ადგილობრივ მსმენელის, რაც ძალიან დასაფასებელია და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩაიარა არაჩვეულებრივად, მიღება გქონდა სრულიად არაჩვეულებრივი. ეს ახალი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ეს მეგობრობა და ფუნდამენტალური ესეთი ტრადიციული ეს ურთიერთობები, ვფიქრობ, რომ ამ ორი დღითაც კიდე უფრო ესეთი გახდა მყარი. ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა, არაჩვეულებრივი საღამოები იყო, მიღება, კონცერტი. ეხლა განათდება ჰეიდარ ალიევის ეს არაჩვეულებრივი ახალი თანამედროვე აზერბაიჯანის კულტურულ სიმბოლოდ ქცეული შენობა კიდე 26 მაისს. ორი დღის განმავლობაში ჩვენ სტუმრად ვყავდა სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის აზერბაიჯანის სპიკერი ბილი მეჯლისის, ასევე ქალაქ ბაქოს მერი და სხვა თანამდებობის პირები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ღონისძიებებში ჩართული იყო საქართველოს დიასპორა. თქვენ ერთად აზერბაიჯანელი მაყურებელი დადგა იმ ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიციებით, რომელიც წარდგენილი იყო დღეს ქართულ და აზერბაიჯანულ მოტივებზე ჰეიდარ ალიევის ცენტრში. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კონცერტი, ახლა უკვე სტუმრები გადმოინაცვლებენ გარეთ ჰეიდარ ალიევის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ყველას ერთად გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ თუ როგორ აინთება საქართველოს დროშის ფერებში ეს შენობა და გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რამდენიმე სტრატეგიული შენობა გაანათოს სწორედ საქართველოს დროშის ფერებში, მათ შორის როგორც უკვე გითხარით ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ოლიმპიური სტადიონი. ბაქოდან მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა.